უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ კოდექსი საარჩევნო აღარ არის, იმიტომ რომ არჩევნები აღარაა საქართველოში. Რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ ალბათ, სხვა რაღაცის კოდექსია, რეჟიმის კოდექსია, რეჟიმის მანიპულაციების კოდექსი, რომლის მეშვეობითაც ის იხანგრძლივებს ძალაუფლებაში ყოფნას, იხანგრძლივებს პარპაშს ქვეყანაში. მაგრამ ნორმალურ ვითარებაში ხომ საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციის ქვემდებარეა, კონსტიტუციის სულისკვეთებას უნდა შეესაბამებოდეს. კონსტიტუცია კი ხალხის ინტერესს უნდა გამოხატავდეს. აი, რასთან გვაქვს ამ ხრივ საქმე, ორი სიტყვით ვთქვათ და შემდეგ კონკრეტულ საკითხს დავუბრუნდეთ. აქვე გკითხავთ, ბუნებრივია ჩნდება შემხედრი კითხვა, მესმის აი ამ ძიმე მოვლენების და წინა არჩევნების გამოცდილების ფონზე, მაგრამ მაინც არჩევნები აღარ არის, როცა ამბობთ, ეს რა ტიპის ბრძოლის გზის შესაძლებლობას ტოვებს ქვეყნის შიგნით ცვლილებების მოსურნე საზოგადოებისთვის. აქვე გიპასუხებთ მაშინ, რა თქმა უნდა, ტოვებს ძალიან მცირე შესაძლებლობას ბრძოლისთვის და მცირე სტოვებს საერთოდ გამოსავალს, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა როგორც უკვე დავიწყე საუბარი, კოდექსი საარჩევნო ნორმალურ ვითარებაში კონსტიტუციის სულისკვეთებას უნდა გამოხატავდეს და კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნები, მისი ფუნდამენტური ნორმები არის სრულად ფეხქვეშ გათელილი. ახლა რომ იყოს შესაძლებლობა, თუმცა გარკვეულად ზეპირადაც მახსოვს, აი პირველი თავები, რაც შეეხება დემოკრატიას, სახელმწიფოს მოწყობას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ თუ ამას პუნქტობრივად გავივლით, აღმოვაჩენთ, რომ აღარაფერი არ შეგვრჩა, რომ ფეხქვეშაა გათელილი კონსტიტუცია. შესაბამისად, კოდექსს საარჩევნოს ნამდვილად ვერ უწოდებ. ეს არის რეჟიმის შენარჩუნებისთვის გამიზნული რაღაც ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ახლა უკვე იმასაც, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს საარჩევნო უფლება იმ 10,000-ობით და მომავალში ხომ ჩვენ არ ვიცით ქალბატონო დიანა, იქნებ 100,000-ობით ამომრჩეველს უცხოეთში მყოფს. იმიტომ რომ ივანიშვილის და ყობახიძის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი წავიდეს ქვეყნიდან, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი და ხომ ფაქტია, რომ კრიტიკულად განწყობილი ამათ ხმას არასდროს არ მიცემს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ ემიგრაციაში ისინი მეხუთე ადგილზე გავიდნენ. ისინი ჭრიან აი ყველა დამაკავშირებელ ხიდს საქართველოს გარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში პოლიტიკურ პროცესს. ხათაშორის, ფიქრობ თუ არა, რომ უკუ შედეგი მიიღეს რა თვალსაზრისით? ეს 95,000 დარეგისტრირდა, 35,000-მდე მისცა ხმა. ჯამში ყველა დარეგისტრირებულს რომ მიეცა ხმა, არ ვიცით მე რა იქნება, აქ გეთანხმებით, მაგრამ 100,000 ჰიპოთეტურად 100,000 ხმა და რეალურად 35,000 ხმის გამო, მათ ფაქტობრივად მილიონამდე როგორც მინიმუმ ადამიანი შეიძლება გაანაწყენონ, იმიტომ რომ მისი ამომრჩეველიც უკმაყოფილო იქნება ემიგრაციაში მყოფი, რომ ეს უფლება შეუსხუდეს და ოპოზიციის ამომრჩეველიც ხომ იქნება და იქნება. ხო, ალბათ ასეა, თუმცა მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკმაყოფილო იქნება და არის არა მხოლოდ ის, ვინც ემიგრაციაშია, არამედ ყველა, ვინც აქ დავრჩით, იმიტომ რომ გამოდის, რომ პოტენციურად ეს კონკრეტული ეხება სწორედ ემიგრანტებს და ამიტომ პოტენციურად ხომ ეს ნებისმიერ ჩვენგანს ეხება. ხომ შეიძლება ვინმე დამატებით და მიდის ხალხი. შესაბამისად, ყველა, ვინც მიდის, ან ვინც განიზრახავს წასვლას, უნდა იაზრებდეს, რომ ის წყდება საქართველოს ფიზიკურადაც, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც, მოქალაქეობრივად და მას უკეთებს ეს რეჟიმი და აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ კოდექსი იყოს რეჟიმის და არა საარჩევნო. კოდექსი იყოს არა კონსტიტუციის ქვემდებარე, არამედ პოლიტიკური პარტიის განზრახულობის ქვემდებარე და პოლიტიკური პარტიის განზრახულობა იყოს სრულად აცდენილი სახელმწიფოს ინტერესებთან. კი ბატონო, თქვენ დაგიტოვეთ შთაბეჭდილება, რომ ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან, თუ უბრალოდ ეხლა კარგი დრო აქვთ მათთვის, ყველაფერი რის გაკეთებასაც აპირებენ გააკეთონ, რომ ეს არჩევნები
მინიმუმ კალენდარული, რომელიც ამ წელიწადში იქნება, იმ დროისთვის უკვე ყველა პოტენციური ხმა, სხვათა შორის სულ ვამბობდი, რომ აი 2%-ია ეს და 2%-ის გამო რატომ იქნებოდა ეს ხმის ეს ვთქვათ ამ ტიპის აკრძალვის და შეზღუდვის შემოღება საჭირო და ერთმა არჩევნებში ჩახედულმა ადამიანმა მითხრა, რომ ხანდახან ერთი ხმაც წყვეტს არჩევნების ბედს და რატომ გიკვირს, რომ ისინი ყველა პოტენციური ხმის წინასწარ და დიდწილად ოპოზიციური ეს ბოლო არჩევნების შედეგ მაჩვენა დაბლოკვას ცდილობენ. ხო, ხანდახან კი წყვეტს ერთი ხმაც, მაგრამ ეს ნორმალურ ქვეყნებშია და ნორმალურ დემოკრატიებშია და ესენი რომ ევროპას და ამერიკას აკრიტიკებენ, ის კი ავიწყდებათ, რაც არ უნდა რაღაც გადახრა იყოს იქ დემოკრატიიდან. არსებობს ჯერ კიდევ მადლობა ღმერთს უმთავრესი ინსტიტუცია, ეს არის სასამართლო, რომელიც დაადგენს ხოლმე იმ ერთი ხმის მნიშვნელობას და იმ ერთი ხმით აგებენ ან იგებენ და ტრადიცია ნორმალური მათივე ადმინისტრაციის ვრცელდებოდა ემიგრაციაში, სადაც მეხუთე ადგილზე გავიდნენ წააგეს არჩევნები. კი, ასეა ნამდვილად. ერთი სიტყვით, ერთი ხმაც და 1%-ით რატომ ასე ადარდებთ დღეს თქვენ ახლა ეს იკითხეთ, საქმე ისაა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ოცნების რეჟიმისთვის ყველა ხმა, ყველა მხარდამჭერი და ყველა რესურსის მობილიზება. ისინი არ მგონია, რომ ახლა ჩქარობდნენ არჩევნების ჩატარებას. მე უფრო იმ ვერსიას ვიზიარებ, რომ ემზადებიან, აქვთ დრო, პარლამენტი მათ ხელშია, არავინ და არაფერი ხელს მათ არ უშლის, შესაბამისად ახლა ასწრებენ მაქსიმალურად ამოქოლონ ყველა ხვრელი, ყველა შესაძლებლობა, რომ ყველაფერი განსხვავებული იყოს, ბოლომდე ჩაწიხლული, რომ მაქსიმალურად გარანტირებული მაგრამ აი 2026-ში რომ მიიღოთ ეს ან 27-ში, არ ვიცი, აი რატომ იჩქარეს მაინც ასე არ უყურებთ? რატომაც არა. უბრალოდ ისეთი ტალღა აქვთ ეხლა, ყველა საკანონმდებლო ინიციატივა არის ნაბიჯი უკან, აი ამ ტალღაში მოაქციეს ესეც. ჯერ ერთი და უმთავრესი მაინც ის არის, რომ ეს ჩემი დაკვირვებით არის ერთი მხრივ პროპაგანდის ნაწილი. ამით გავლენა ხდება საზოგადოებაზე. ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ, ანუ ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება საბოლოოდ უკლავს ყოველგვარ იმედს, პერსპექტივას, რაღაც იმედის სხივს, რომ შეიძლება საქართველოში არჩევნების გზით რამეს მიაღწიო. აი ეს არის მაინც მთავარი, რასაც აკეთებს ივანიშვილ ყობახიძის რეჟიმი. მეორე მხრივ ის თუ არა მათ შორის იმ ტიპის განცხადებით, როცა ამბობთ, რომ არჩევნები აქ აღარ არის, თქვენს მისთვის იმ ამოცანის შესრულებაში, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგოს და ისინი საკუთარი ამომრჩევლისთვის მაინც შეინარჩუნებენ ამ აზრს და რაც ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უკეთესი მათთვის. საქმე ისაა, რომ ჩვენ მაინც უნდა გამოვიდეთ მოცემულობიდან, რეალობიდან. რეალობა კი ნამდვილად დღეს ისაა, რომ ამ ეტაპზე, ჩემი დაკვირვებით, არჩევნებმა აზრი დაკარგა, მით უფრო იმ ფონზე, როცა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ფაქტობრივად მოსუფთავებულია, შეიძლება ითქვას, და ახლის კონტურები ჯერჯერობით მანდამაინც არც ჩანს. ამ ვითარებაში ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის შემოქმედება, არა ჩემი და თქვენი, მაგრამ ამ ვითარებაში ეს პესიმიზმის საფუძველი კი არ უნდა გახდეს, არამედ უნდა გახდეს იმის საფუძველი ჩვენს საზოგადოებაში, რომ მოხდეს თვისობრივად ახალი პოლიტიკური ძალის ან ძალების ფორმირება. ეს შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს ახლა არარეალურად. საინტერესოა, აი როგორ ხედავთ თქვენ პროცესს? ამის გარეშე გამოსავალი უბრალოდ დიანა არ არსებობს. ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის დროა, ასე ფიქრობთ? დიახ, მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. და ერთადერთი შეიძლება იყოს აი სწორედ ამაში გამოსავალი. სხვაგვარად პროტესტის, რომელიც დიდებულია, გულანთებული მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან, რომ ციხეში წავიდნენ, ამ რეჟიმის მიერ იყვნენ ნაცემი და შეურაცხყოფილი, დაჯარიმებული კატასტროფულად, შეურაცხყოფილი ისევ ვიმეორებ. აი ყველაფერ ამის მიუხედავად ივანიშვილ ყობახიძის რეჟიმი საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა, უნდა ვაღიაროთ ეს და აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ ის როგორც გავრცელებული მოსაზრება ახერხებს იმას, რომ სწორედ ამ წინსწრები პრევენციით და ძალაუფლების სრული უზურპირებით და ყველა სახელმწიფო რესურსის ხელში ჩაგდებით ის ახერხებს იმას,
რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ოპოზიციური ველი იყოს მოსუფთავებული ერთი მხრივ და მეორე მხრივ შესაბამისად მას არ გააჩნდეს ალტერნატივა. რისიც ეშინია ცეცხლივით ივანიშვილს და ყობახიძეს ეს ალტერნატივის გამოჩენაა. მე გარწმუნებ თქვენ რომ ყველა სხვა თემა ხვალ ეს დაიწყოს უბრალოდ გადავა მეასე პლანზე. ასე ვკითხავ, ანუ დღემდე ალტერნატივა არ ყოლია ივანიშვილს, ან ვერ ასრულებენ ეს პოლიტიკური პარტიები, ვერ კვეთენ ან ერთმანეთთან კომუნიკაციით, ან ინდივიდუალურად რაღაც ალტერნატივის კონტურებს. უნდა ვაღიაროთ რომ 20-შიც კი როცა საკმაოდ ახლანდელს თუ შევადარებთ, ასე თუ ისე რაღაც გარემო მაინც იყო საარჩევნო, როცა მონაწილეობა არჩევნებში შეიძლებოდა. აი მაშინაც კი რეალური ალტერნატივა ივანიშვილს არ გააჩნდა. მაშინ ვერ მოხერხდა 20-20-ის არჩევნებში მობილიზება ყველა ოპოზიციური ძალის და რაც მთავარია, სწორი მესიჯების გაგზავნა საზოგადოებისთვის, ეს ვერ მოხერხდა ვერც 20-24-ში. ეს იყო, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფრონტზე ახლების თეორია, რომ რეალურად ოპოზიციამ მოიგო ეს არჩევნები და ხელისუფლება უბრალოდ გადაწერა. მე მინდოდა რომ მომესმინა თქვენგან ეს შეკითხვა. საქმე ისაა, რომ ალტერნატივა არ გამოიკვეთა, იქნებ თქვენ თუ ვერ დაინახეთ, ხალხმაც ვერ დაინახა ეს ალტერნატივა და ცუდი, მაგრამ შეგუებული ბედის მიღვა. მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ 20-24-ის შემთხვევაში დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არა იმდენად ოპოზიციის წარმატება, არამედ იმ უამრავი ჩვენი თანამოქალაქის აბსოლუტური აღშფოთება, რომელსაც უბრალოდ არ ქონდა სხვა გზა თუ არა ზოგჯერ იმ ოპოზიციისთვისაც მიეცა ხმა და დაეჭირა, რომელიც შეიძლება სულაც არ ეხატებოდა გულზე. აი ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოში უკმაყოფილოთა რიცხვი გაცილებით დიდია, საზოგადოებაში ეს მუხტი გაცილებით უფრო მძაფრია და მასთან შეუსაბამობაშია დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი. მე ვიტყოდი, რომ სრულ შეუსაბამობაში. მოდი ასეთ რეზუმეს გავაკეთებ თქვენი სიტყვების. ეს არ იყო ალტერნატივა, მაგრამ იმდენად განწყობა იყო ანტისახელისუფლებო, რომ აი რაღაცა ასეთიც მომისმენია, რომ ზოგიერთმა უცხოირზე ხელი მოიჭირა და ასე შემოხაზა რომელიღაც, ანუ ამ ტიპის არჩევანი გაკეთდა. რა თქმა უნდა, უამრავი იყო, ვინც შეგნებულად და გააზრებულად მხარი დაუჭირა კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას. ცხადია, მათ თავისი მომხრეები 20-24-ში ყავდათ და დღეს რამდენი ყავთ არ ვიცი, მაგრამ გაცილებით მეტი იყო ჩვენი თანამოქალაქე, ვინც სწორედ იმიტომ დაუჭირა ოპოზიციას მხარი, რომ ოღონდ არ ყოფილიყო ივანიშვილის რეჟიმის გაგრძელება. ანუ ეს არ იყო ესეთი გააზრებული, შეგნებული არჩევანი კონკრეტული ოპოზიციური ძალის სასარგებლოდ, არამედ ეს იყო არჩევანი ივანიშვილის წინააღმდეგ. უბრალოდ ვერ აღმოჩნდა რეალურად მაინც საკმარისი სამუშაო იმისთვის, რომ იმდენად დიდი ყოფილიყო ეს მხარდაჭერა და წინააღმდეგობა ივანიშვილის მიმართ და მხარდაჭერა ალტერნატიული ძალებისა, რომ ამას ჩაევლო სულ სხვაგვარად და არმას ბევრი პარტიაა, თქვენ კარგად იცით, ბაზარზე, პოლიტიკურ ეს ვთქვათ მენიუში, რა უნდა იყოს, აი რას ნიშნავს რეალური ალტერნატივის ჩვენება? რა უნდა ქნან არსებულმა პარტიებმა თუ რაღაცნაირად ქუდი დაიხურონ უნდა თავზე, რაღაც ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს შეტანილი სარჩელი ასევე გამოიყენონ, რომ რაღაცნაირად ამ არსებული ფორმით აღარ იყვნენ და რამე ახალი მოიგონონ თუ იბრძოლონ და რაღაცნაირად რეფრეში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების არსებული პოლიტიკური პარტიების ფარგლებში, თუ აი რა უნდა მოხდეს, აი რას ნიშნავს ალტერნატივა? თუ დღევანდელი არსებული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიიდან რომელიმე მოახერხებდა თვითგანახლებას, ტაშს დაუკრავდი. მართალი გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვარ ამის მიმართ განწყობილი. რაც შეეხება კითხვას, რა უნდა ქნან და შეუძლიათ თუ არა რამე სასარგებლო გააკეთონ, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ და აი რა, კერძოდ. თითოეულმა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა მოახერხოს, რომ თავის რიგებშიც და ირგვლივაც მოძებნოს და მანდამაინც ძებნაც არ სჭირდება, გამოავლინოს რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსი, მათ შორის ახალი თაობის, ვინც ასხივებს წესიერებას, ნდობას
და ვისაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა და გაჰყვება. ნუ თუ ძალიან რთული გასაგებია ის, რომ დღევანდელი ამას ვეღარ ასხივებს. ფაქტობრივად ვერცერთი. ეს პოლიტიკური კლასი დიდწილად არის სახში წასასვლელი, ასე უყურებთ? არ ვიცი, აი მინდა რომ დავანახოთ ჯერ ჩვენს დავინახოთ და შემდეგ მაყურებელსაც დავანახოთ, სად უნდა იგრძნოს, რომ აი ალტერნატივის, რეალური ალტერნატივის რაღაც კონტურები გამოჩნდა. არ ვამბობ ამას საჯაროდ, ახლა რაღაც მკითხეთ გავიმეორებ, ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი ამ მოცემულობით ვერ შეძლებს, რომ იყოს ალტერნატივა. მას მხოლოდ ის შეუძლია ვიმეორებ, რომ ხელი შეუწყოს ალტერნატივის შექმნას და ხელი არ შეუშალოს, მაგრამ ალტერნატივის შექმნა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ არსებულ ოპოზიციურ კლასსაც არ არის დამოკიდებული, უნდა გითხრათ. ჩემი დაკვირვებით, დღეს ეს შესაძლებლობა ხელში აქვს იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც უშუალოდაა პროტესტში. პირველ რიგში სწორედ მათ შეუძლიათ, რომ გამოავლინონ საკუთარ რიგებშიც და არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ გამხდარიყვნენ ალტერნატივა. ახლა გასაგებია, რომ სხვა ადამიანები, სხვა, ვთქვათ ასე, პლანეტებიდან ვერ ჩამოვლენ. სხვები არ არიან. ეს არის ჩვენი მოცემულობა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილმა მოახერხა. თავად დასაყრდენი უნდა იყოს პროტესტში მყოფი ადამიანები, ამ სიახლის მდგენელი უნდა იყოს სწორედ საპროტესტო საზოგადოება? სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოახერხა და მოკლა პოლიტიკური პროცესი და ფაქტობრივად მოკლა შესაძლებლობა ალტერნატივის გაჩენისა, ჩვენ ახლა უნდა გამოვიდეთ იქედან, რაც დაგვრჩა. და მე მიმაჩნია, რომ სხვა არაფერი, საღი, ჯანსაღი, უფრო ვიდრე დღევანდელი პროტესტია, საქართველოში არ არსებობს ალტერნატივის შექმნის თვალსაზრისით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველა ის ადამიანი, ვინც პროტესტშია. მე არა ვარ ამის მომხრე და იცით დავაზუსტებ და გეტყვით, რას გულისხმობ. მიმაჩნია, რომ დღეს იმდენად რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა საქართველოს ირგვლივ და ისეთი ბუნდოვანებაა ცალკეულ გეოპოლიტიკურ საკითხებში ამასთან ერთად, რომ აქ პროფესიონალების, წესიერი პროფესიონალების გარეშე, ანუ პოლიტიკოსების გარეშე, საქმე უბრალოდ ვერ გაკეთდება. ამიტომაც ეს ჯგუფი ალტერნატიული უნდა შეიქმნას ახლა, აქ და ახლა, ან ვწუხვარ ძალიან, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ შეიძლება მისი შექმნა უბრალოდ ძალიან დიდი ხნით გადაიდოს. ან შექმნას აზრი დაეკარგოს. მე ამ ალტერნატივასაც უნდა ვხედავთ, უნდა ვთქვა, რომ ვხედავ, იმიტომ რომ თუ ის ალტერნატივა, რაზეც ვსაუბრობ, არ შეიქმნა დროულად, დაკარგავს აზრს ალტერნატივის შექმნაზე ფიქრიც კი. მზარავს ამაზე ფიქრი უნდა გითხრათ, მაგრამ რასაც ვგრძნობ და რაც მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს, გუცვლად გეუბნები. არ არის, რა თქმა უნდა, мотиваცია და უანგარობა სჭირდება ამ პროცესს, მაგრამ ამ პროცესს ასევე სჭირდება რაღაცნაირი ფინანსებიც, არ ვიცი, აი რაღაც ძალიან ისე გამოიყურება ახლა ველი, რომ თითქოს არც ფინანსური, არც აღარანაირი რესურსი იმისა, რომ რაღაც ახალი ძლიერი შეიქმნას არ არის და დიდწილად სხვათა შორის რაღაც კონკრეტულ დიდ ფულთან მიბმული პოლიტიკური ცენტრებიც გვინახავს და შემდეგ არც ვთქვათ უანგარო, ანუ ზომიერად სჭირდება ყველაფერი ალბათ რაღაც ახალი სერიოზულის გაჩენას და სად არის ეს ზომიერი და სინდისიერი ფულიც და ამით რაც ახლა თქვენ აღწერეთ, ვიღაცამ ისარგებლოს და გარკვეული ფინანსების ზურგით და შესაძლოა სულაც ირიბად ივანიშვილის ფინანსებით წამოიწყოს ახალი პოლიტიკური ალტერნატიული მოძრაობები. არ გამოვიწყავ ამას. აქ მე უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ, ვიდრე იმაში, რომ საერთოდ არ იყოს არანაირი ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი გამოიწვევს წარმოუდგენელ იმედგაცრუებას საზოგადოებაში. ამას რეალურად ვხედავ. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ეხლა გაქვთ ცუდი არჩევანი, თორე შემდეგ უზრუნველყოფ დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ ემზადება კიდეც ყოფნა ალტერნატივა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ალტერნატივა ჰყავდეთ, მაგრამ ეს იქნება აი ასეთი ალტერნატივა, შესაბამისად
ფული ვერ იქნება ახლა გადამწყვეტი, ერთადერთი თუნდაც იმის გამო, რომ ვერავინ დღევანდელი მოცემულობით ვერ მოახერხებს დააფინანსოს ღიად, გამჭვირვალედ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები. ყველაფერი გასაგებია. მეორე მხრივ მე იმასაც ხვდები, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დღეს არის იმ განწყობაზე, რომ ფული ვერ იქნება გადამწყვეტი მომდევნო პოლიტიკურ ბატალიებში. თუ რეალური ალტერნატივა გამოჩნდა. ივანიშვილმაც იცის ეს ძალიან კარგად, რომ მისი მილიარდები ვერ შეეწინააღმდეგება, ვერ აჯობებს იდეურ ალტერნატივას, წესიერ ალტერნატივას. ალტერნატივა, რომელიც მას მორალურად აჯობებდა. აი ამას ის ვერაფრით ვეღარ აჯობებს, ვერც მისი პოლიციით და ვერც ვერაფრით. ამიტომაა მისთვის ასეთი საფრთხის შექმნელი. სხვადასხვა ერთიც რომ ვთქვათ, მოდით ვთქვათ, რომ დასავლეთი რამდენადაც მე ამ საკითხში ვარ გარკვეული, გეტყვით, რომ ელოდება ალტერნატივის გაჩენა საქართველოში და ახლა ვთხოვ კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, რომ ამას ისე ვირეშმაყულად ნუ გამოიყენებენ იმისთვის რომ თქვან აი ვიღაცა რაღაცას აფინანსებს საქმე ისაა რომ ყველა ნორმალური პარტნიორი საქართველოს ირგვლივ რა თქმა უნდა ელოდება იმ დღეს როცა საქართველო გათავისუფლდება რუსეთის მარწუხებისგან და ნორმალურ გზას დაადგება ანუ ევროპულს განვითარებისას და ამას დღეს ვერავინ ვერ შეძლებს გარდა ალტერნატივისა. სწორედ ამიტომ დასავლეთი ელოდება რეალურ ალტერნატივას და ის ხვდება, როგორც მე ვხვდები აქ და ბევრი სხვა, რომ დღეს პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად მკვდარია. ამას ელოდება პირველ რიგში ქართველი ხალხის უმრავლესობა და მე გარწმუნებთ ქალბატონო დიანა, ფულს თითო ლარს საზოგადოებაში აგროვებს. თუ დაინახავს, რომ ალტერნატივა გამოჩნდა, ანუ გამოჩნდა ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საჭირო მომენტში პარტიულ ინტერესს ყოველთვის ამჯობინებს სახელმწიფოს ინტერესს. აი ეს არის სხვადასხვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის მათ შორის. კი ბატონო, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არმაზ ახვლედიანი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენი შემდეგი სტუმარია ლევან ბეჟაშვილი.